სპაიდერმენი ველოსიპედით მიდიოდა და პირდაპირ იმ წყალში ჩავარდა. დიახ, ნახე რას გეუბნები. ეს არის ნამდვილი სპაიდერმენი, რომელიც ამ დღეებში ველოსიპედით დაქრის. და შემდეგ, ღმერთო ჩემო, პოლიცია ცდილობდა მისი დაჭერას. ის ძალიან სწრაფად მიდიოდა. და შემდეგ, შემთხვევით, ნახე რა მოხდა. ის პირდაპირ იმ წყალში ჩავარდა. ეს სიგიჟეა. ეხლა უნდა დავეხმაროთ სპაიდერმენს. ასე რომ, ამ მაგრიც გამოვიყენებთ, რომ სპაიდერმენი გადავარჩინოთ. ის წყლის ქვეშაა და ვეცდებით რომ დავიჭიროთ. კარგი ვნახოთ. ვაუ, ბიჭებო, არ ვიცი ეს ყველაფერი სიმართლეა თუ თხუილი. თქვენ რას ფიქრობთ? მაგრამ ეხლა რაღაც ძალიან საშიში ვიპოვე. ეს შეიძლება იყოს სპაიდერმენის მოტოციკლი. მოდი ვინმეს დაუძახოთ დასახმარებლად. ჰეი, ჩემი პიკაპი! ჰეი, მოდი ჩემი პიკაპი! ხო, სპაიდერმენის მოტოციკლი ძალიან საშიშია. ასე რომ ჩემს პიკაპს გამოვიყენებთ მის გადასარჩენად, რომ სპაიდერმენს დავეხმაროთ. მოდი გავაკეთოთ ეს. ეხლა უნდა გადავარჩინოთ სპაიდერმენი. ხო, კარგი, წავედით. დით, ხედავ რაღაც გამოდის წყლიდან. ღმერთო, ბიჭებო, ეს ვიდეოა, ეს ნამდვილი სპაიდერმენის მოტოციკლია. ეს სიგიჟეა, ის წყლიდან გამოდის. მოდი, უნდა გადავარჩინოთ სპაიდერმენი. ხო, სპაიდერმენის მოტოციკლი. ღმერთო, ვიპოვეთ. ეს ნამდვილი სპაიდერმენის მოტოციკლია. და ნახეთ, მთლიანად დაფარულია ობობის ქსელით. მოდი ჩემი მაგნიტი გადავდოთ, რადგან ახლა აღარ გჭირდება. ეხლა უნდა გავიგოთ, როგორ გამოვიყენოთ ეს ობობის ქსელი და როგორ შეგვიძლია გავმართოთ და მართოთ ნამდვილი სპაიდერმენის მოტოციკლი. მოდი ავიღოთ ინსტრუმენტები და ვნახოთ, რას შევძლებთ. გონია რომ რაღაც ბასრი დამკინდება, რომ ეს ქსელი გადავჭრა. მაგალითად, ეს მაკრატელი ხო მასია? ეხლა უნდა მოვაშოროთ ეს ქსელი. მაგრამ ეს ობობის ქსელი ძალიან ძლიერია, შეუძლებელია მისი გადაჭრა. გონია მხოლოდ სპაიდერმენი იცის, როგორ მართოს და ატაროს ეს. მხოლოდ სპაიდერმენი იცის, როგორ გადაჭრას ეს ობობის ქსელი. მოიცადე სპაიდერმენი. თუ მან ეს მოტოციკლი იპოვა, ეს ნიშნავს, რომ სპაიდერმენი ჯერ კიდევ წყლის ქვეშაა. მოდი უნდა გადავარჩინოთ სპაიდერმენი. ჩემი მაგნიტი გაიჭედა. რა შჭირს ჩემს მაგნიტს? ღმერთო, ეს რა არის, ბიჭებო? ეს სპაიდერმენის კოსტიუმია. ეს დაუჯერებელია. მაგრამ ის რა არის? სად გაიჭედა ჩემი მაგნიტი? ღმერთო, ვიცი რომ ეგ შეიძლება გობლინს ეკუთვნოდეს. სპაიდერმენის უდიდეს მტერს და ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ გობლინი სპაიდერმენს დასდევდა. ვადით ვიფიქროთ, როგორ გამოვიყენოთ ეგ რამე, იმიტომ რომ ეს ძალიან ბასრია. ეს ძალიან საშიში იარაღია და მას ეწოდება Razor Bet-ი, რადგანაც ის საპარსივით ბასრია. ღმერთო, ეს რამე ძალიან ბასრია, ასე რომ შეიძლება მან სპაიდერმენის ქსელი გაჭრას. ვაუ, ის მართლა ჭრის ქსელს, ასე რომ შეგვიძლია გავიქცეთ და მართოთ სპაიდერბაიკი, გობლინის იარაღი მართლა მუშაობს, ასე რომ ვიპოვეთ და გადავარჩინეთ სპაიდერბაგი და სპაიდერის კოსტიუმი. მოდი, ჩავიცვათ და ვცადოთ. ვაუ, მართლა ვზნავ თავს როგორც სპაიდერმენი. შეხედეთ ამ ახალ კოსტიუმს. ოქროსფერია, როგორც ახალ ფილმში. და ბიჭებო, თუ გიყვართ სპაიდერმენი, არ დაგავიცდეთ, მოიწონოთ ეს ვიდეო ახლავე. მაგრამ ეხლა ვწდი ამ სპაიდერბაგს. წავედით, ბიჭებო! ვაუ! ღმერთო ჩემო, ბიჭებო, ეს სიგიჟეა. თავს გზნობ როგორც ნამდვილი სპაიდერმენი. ვაუ, ეს ძალიან კარგია, ეს სიგიჟეა. მაგრამ ეს შეიძლება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდეს. სპაიდერმენი, სადღაც ახლოს იყო. და შეიძლება ნამდვილი სპაიდერმენს ისევ სჭირდება ჩვენი დახმარება, ასე რომ ვიქნები ნამდვილი გმირივით და გადავარჩენ სპაიდერმენს. ეხლა უნდა გავაგზელოთ ძებნა, რომ გავიგოთ რა მოხდა იმ დღეში. ჰეი, ბიჭებო, ეს რა არის? ეს რა არის? ნახეთ რა საშიშია. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, ვიცი ვისი ნიღაბია ეს. ეს გობლინის ნიღაბია, ძალიან საშიში და ძალიან შემაშინებელია. გობლინი ძალიან საშიში და ძალიან საშინელი პერსონაჟია სპაიდერმენის სამყაროდან. ის ყოველთვის ცდილობდა დაედევნა სპაიდერმენს, რომ დაემარცხებინა იგი, მაგრამ ბიჭებო, ჰეი! ბიჭებო, გახსოვთ რა ვიპოვეთ ადრე? ეს Razor Bet-ი, რომელსაც გობლინი იყენებდა სპაიდერმენთან საბრძოლველად. ბევრი გობლინის ნივთი ვიპოვეთ და ბევრი სპაიდერმენის ნივთიც ვიპოვეთ. ასე რომ ვიცი რა მოხდა აქ. გობლინი თავს ესმოდა სპაიდერმენს და სპაიდერმენი ებრძოდა მას. მოდით კიდევ ვიდეოები ვნახოთ, რომ ამაზე კადრები ვიპოვოთ. სპაიდერმენს პოლიცია მისდევდა რაღაც მიზეზით, მაგრამ არ ვიცი რატო. მაგრამ ამის შემდეგ ის პირდაპირ იმ წყალში ჩავარდა, სადაც მისი ველოსიპედი ვიპოვეთ.
და შემდეგ. ან იქნებ მანამდე. ნახეთ, ეს მწვანე გობლინია. ის თავს ესხმის სპაიდერმენს. ასე რომ მართალი ვიყავი. სპაიდერმენს მწვანე გობლინი დაესხა თავს და ისინი სადღაც დაფრინავდნენ. ამიტომ შეიძლება იმ დღეში კიდე უნდა ვეძებოთ. წავიდეთ ბიჭებო, უნდა გავაგრძელოთ იმ დღის შესწავლა, რომ სპაიდერმენი გადავარჩინოთ და დავეხმაროთ მას იმ საშინელ და შემზარავ პერსონაჟებთან ბრძოლაში. წამოდი სპაიდერმენო, მოვდივართ! სპაიდერმენო, მოიცადეთ ბიჭებო, მოიცადეთ! რაღაც ვიპოვე აქვე, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია. ეს არის სრულიად ახალი, ძალიან ძლიერი ოქროსებრი აბლაბუდის გამშვები მოწყობილობები. ესენი ძალიან განსაკუთრებული ოქროსებრი აბლაბუდის გამშვები მოწყობილობებია და შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი აბლაბუდის გასაშვებად და აბლაბუდაზე სრიალისთვის, როგორც ნამდვილი სპაიდერმენი. მოდით ვწადოთ. ვაუ! ნამდვილი აბლაბუდა აბლაბუდის გამშვებიდან. კარგი, მოდით ვწადოთ. ღმერთო ჩემო. არა, აბლაბუდის გამშვებები. აბლაბუდის გამშვებები, ისინი გატეხილია, მაგრამ ეს ცოტა უცნაურია. მეგონა შიგნით ოქროსფერი იყო, მაგრამ რაღაც პლასტმასისაა. ეს უცნაურია. მეგონა ძალიან რეალური იყო, მაგრამ შეიძლება რაღაც კალბი იყოს. ეს უცნაურია. ეს აბლაბუდის გამშვებები ისეთი ძლიერი არ არის, როგორც მეგონა. მაგრამ თუ ეს ნამდვილი სპაიდერმენი იყო, ნამდვილი გობლინიც იყო. არ ვიცი, გონია რომ მაგნიტით თევზაობა უნდა გავაგზავნოთ, რომ გავარკვიოთ. წავიდეთ. ასე რომ მას შემდეგ რაც გრინ გობლინმა სპაიდერმენს შეუტია, სპაიდერმენი პირდაპირ იმ წყალში ჩავარდა. მოდი აქ გავაგზავნოთ მაგნიტით თევზაობა. კარგი. ვაუ, ხო, იქნებ ისევ რამე მძიმე ამოვიღოთ. და კი, გძნობ ამას, ყველგანაა, ამოდის. მოიცადეთ ბიჭებო, ეგ რა არის? ვაუ, ეს ძალიან უცნაური რამეა. და გავს გლაიდერს იმ ფილმიდან, რომელიც გრინ გობლინს ჰქონდა. რეალურ ცხოვრებაში ასე გამოიყურება. ეს სიგიჟეა. გრინ გობლინი ამაზე დაფრინავდა იმ ფილმში, რომელიც ადრე ვნახეთ. მოდი ვცადოთ, შეგვიძლია ვიფრინოთ. რატო დაფრინავს? რა სჭირს მაგნიტს? ის გააქტიურდა. მე გამოვრიცხე. გამოავლინე სპაიდერმენში. არა, მე არ ვარ სპაიდერმენი. ამოირე დოკეტი 3 შემდეგ 2. არა, მე არ ვარ სპაიდერმენი. მე ვარ მწვანე გობლინი. ოსტატი არ მოჩენილია და ამოცნობილია. დიახ, მე ვარ მწვანე გობლინი და შემიძლია გლაიდერის კონტროლი. და მიპოვე პიტერ პარკერი. მიპოვე სპაიდერმენი, რადგან უნდა გადავარჩინოთ იგი. როგორც გსურთ, ოსტატო. ეს არის ლაზერის სხივი. უნდა მივყვეთ მას. და იქნებ იქ, ტყეში ვიპოვოთ სპაიდერმენი. წავიდეთ. ეს არის ლაზერის სხივი და ის მიუთითებს იმ ადგილს, სადაც პიტერ პარკერი, ასევე ცნობილი როგორც სპაიდერმენი, დაინახეს. უნდა მივხვეთ ამ ლაზერს და იქნებ ვიპოვოთ და გადავარჩინოთ იგი. ჰეი, ბიჭებო, ნახეთ, აქვე რაღაც უცნაური ვიპოვეთ. ეს არის მფრინავი დრონი და მასზე ობობას ნიშანია. ღმერთო ჩემო, იქნებ სპაიდერმენი აქ დაფრინავდა და რაღაცას ეძებდა. მოდი დრონი გაუშვათ და ვნახოთ, რას ვიპოვით იმ ტყეში. კარგი, ავაფრინოთ დრონი. ვაუ, ეს მაგარია ბიჭებო. კარგი, ნახოთ, რას ვიპოვით იმ ტყეში. მოიცადეთ, ეს ვინ არის? ასეთი დიდი და ძლიერი. ეს ჰალკია, ძლიერი ჰალკი. ის აქ იყო. და როგორც იცით, სპაიდერმენი და ჰალკი ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები. ასე რომ ბიჭებო, შეიძლება უნდა გავიქცეთ და ჰალკს კითხოთ, სად არის სპაიდერმენი? შეიძლება ჩვენი დახმარება სჭირდება. წავედით. ეხლა შეგვიძლია ვიპოვოთ ნამდვილი სპაიდერმენი და ნამდვილი ჰალკი. წავედით. კარგი, ჰალკი სადღაც იქ ვნახეთ. ჰეი! ვიკებო, ეს რა არის მიწაზე? ღმერთო ჩემო, ეს ჰალკის შარვალს გავს არა? ვაუ, ნახეთ რა დიდია ისინი ჩემთან შედარებით. ისინი უბრალოდ გიგანტურია. აი ამას ხუმრობ. ჰალკი ძალიან დიდი და ძლიერია. ღმერთო ჩემო, ეს შარულები ასეთი დიდია, რადგან ჰალკს ძალიან დიდი ფეხები აქვს, მაგრამ მეგობრებო, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს. ჰალკი აქ იყო. ეს ნიშნავს, რომ ნამდვილი სპაიდერმენი სადღაც ახლო იყო. უნდა გავაგზავნოთ ჩვენი კვლევა, ჩვენი გამოძიება ამ ტყეებში. იკლებ იქვე რამე დავინახო. წამოდით ბიჭებო. ხო, ნახეთ, რაღაც არის დაკავშირებული სპაიდერმენთან. ნახეთ, ეს მოტოციკლის ჩაფხუტია, მაგრამ რატომ სჭირდება სპაიდერმენს მოტოციკლის ჩაფხუტი?
ის ხო სუპერ გმირია არა, მაგრამ რატო სჭირდება სპაიდერმენს ეს ჩაფხუტი? ეს ბავშვებისთვისაა, ეს უსაფრთხოებისთვისაა. სპაიდერმენი ძალიან ძლიერი სუპერ გმირია. წავიდეთ და შევადაროთ ეს ჩაფხუტი ნის მოტოციკლს. ისინი იდენტურია, ერთნაირი ფერები აქვთ. ეს ნამდვილი სპაიდერმენის ჩაფხუტია და ეს სპაიდერმენის მოტოციკლია. მაგრამ ეს ცოტა უცნაურია. რატო სჭირდება სპაიდერმენს ჩაფხუტი? ის ხომ სუპერ გმირია. კარგი, იქნებ კიდევ ვიპოვოთ რამე მინიშნებები. მოდი კიდევ ერთხელ გავუშვოთ დრონი. კარგი, გავუშვოთ მფრინავი დრონი. და ვნახოთ. იცადე, არა. ღმერთო ჩემო. მე გავაპუჩე სპაიდერმენის მფრინავი დრონი. როგორ არის ეს შესაძლებელი? არა. არა, უნდა გავაკეთო. როგორმე უნდა შევაკეთო, მოდი. როგორ შეგვიძლია ისევ დავაკავშიროთ? იცადეთ ბიჭებო, ხედავთ ამ კამერას აქ. როგორც ჩანს, მასზე წინასწარ ჩაწერილი ფაილებია. მოდი ვნახოთ. ნახოთ რა იყო ამ დროზე ჩაწერილი მანამდე. კარგი, ჩავრთოთ. მოგესალმებით ველოსიპედის დარების სკოლაში. ისწავლეთ ყველაზე შთამბეჭდავი ტრიუკები. იცადე. ველოსიპედის დარების სკოლა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ველოსიპედის დარების სკოლაში. იარეთ როგორც ნამდვილი გმირი. ისწავლეთ ხალხში გიჟური ნახტომები, როგორც ნამდვილი სპაიდერმენი. დარეგისტრირდით ახლავე. რა, შეგიძლია გმირივით იარო. რაზე ლაპარაკობენ, რეკლამას გავს. დიახ. ის სცენები, ის ვიდეოები თითქოს რეალური იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ველოსკოლის რეკლამა იყო. ეს ყველაფერს ხსნის. ყველაფერი რაც ვნახეთ, უბრალოდ რეკლამა იყო და ისინი გვიზიდავდნენ, რომ სუპერგმირების ველოსიპედებზე გვევლო. ამიტომ ვიპოვეთ ეს ჩაფხუტი, რადგან ნამდვილი სუპერგმირებს ჩაფხუტი არ სჭირდებათ. ხოლო იმ სტუდენტებს სჭირდებათ ისინი, ვისაც ველოსიპედის ტარების სწავლა უნდა. ეს სიგიჟეა ბიჭებო, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ჩვენი თავგადასავალი დასრულდა და გამოძიებაც დასრულებულია. თუ მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ და გამოიწეროთ ჩემი არხი. თუ გსურთ მეტი სპაიდერმენის და სხვა თავგადასავლების ვიდეოების ნახვა. ჩემი სახელია ლავ. მალე შევხვდებით. ნახვამდის. ვაუ, სინამდვილეში მეც მინდა სპაიდერმენის ველოსიპედით სვალცადო.